კარგიასოა ემი არა? ვერ მომწონს. რა. ისე რა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის აი მურო კარგიასოა აქაც ჯანს ნახე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გიორგი ოვაშვილის ფილმის გაღმა ნაპირის აფხაზურენოვანი დისკები გადასცა. გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გაღმა ნაპირი აფხაზურ ენაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით ითარგმნა. პროექტის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთში ფილმის გავრცელება და პოპულარიზაციაა. გაღმა ნაპირი აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს. დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ჩვენ გადავეცით ეს ნათარგმნი ფილმი. მე ვფიქრობ ეს დასტური არის ნათელი იმისა, რომ ჩვენს თანამოძმეებთან გსურს კულტურის ენით საუბარი და უწყვეტად მჯერა, რომ ამ გზავნილს გაღმა ნაპირზე აუცილებლად მიიღება. ფილმში არის ის კანოა გატარებული, რომელიც აფხაზ და ქართველთა ურთიერთობაზე მეტყველებს, რამდენადაც წარი არ უნდა იყოს სიმართლე იმის თქმა აუცილებელია და რამდენადაც არ იყო ოპტიმისტურად განწყობილი, ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს ერთობლივ მომავალს, ერთობლივი მომავალი სიკვდილსული მნიშვნელობით. თავიდანვე, როდესაც ჩვენ ამ ფილმს ვიწყებდით, ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ეს ყოფილიყო რაღაცნაირად ერთობლივი ნამუშევარი, ქართულ-აფხაზური ერთობლივი ნამუშევარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ გვინდოდა მოგვეწვია თავის დროზე აფხაზი მსახიობები, რაღაცა ჯგუფის წევრები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სამწუხაროდ რეალობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. საბოლოო ჯამში ჩვენ გადავწყვეტეთ აი ასეთი სახით მაინც გადაგვედგა ნაბიჯი.